დილამშვიდობის კვირა დღე პირველ დღე ჩვენი სოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის რაც ხდება ახლა ცოტა დაგეთვალებთ და გაჩვენებთ ჩვენი შტაბი საქართველოს დროშაზევით ერთი ჯიპი ჩვენი მინივენი ეხლა რაც ხდება არის ის რომ ჩვენი ბარგი ბარხანა უნდა გადმოვალაგოს და შევიტანოთ ზედმეტი რაღაცები საწყობში. იან ჰიკვანი ჩვენი ზაზული ზაზა რა მეთქვა? კაი გასაგებია. The famous Yason. Yason stove. მეწყეთ განმობარგებას. დილამშვიდობის ბიჭებო. დილამშვიდობის. სალამი. როგორი განწყობით ხარ? მაგალითად. ნედიულობს რაღაც. იესო, შენ მაისურა რატო არ გაცვია? უჭერს პატარა. დროშად ხმარობებ ჩემ მაისურს. ეს მივდივართ ვარჯიშის პირველი დღე გვაქვს. ვიზადებით ჩალაგებული გვაქვს ყველაფერი ნახოთ ჩვენი აღჭურვილობა მომაწოდე რა არა კაკი საუზმის ჭამა მაგიდასთან არანაირი თამაში 26 წუთი დაიმახსოვრეთ გზაზე პირველ უღელვარება აშკარად ეთქება სასწავს რაღაც პატარ კეჩკილკერის დამსახურება ეს ყველაფერი ჩვენი ბიჭები ეხლა ნენელა მოდიან სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ეს ინგლისის ნაკრებია ადმინისტრაცია მოვიდა ესპანეთის წარმომადგენლებიც არიან მოსულები I need to introduce the team. Mr. Dragan Poskovic, I'm sure you know, he is the president of the Serbian Federation and also is member of the steering committee from the FIPCD. No, Georgia. 20. Germany. Hungary. კაინი არა ვარ 20 Ireland. ორი საათი გავიდა უკვე ვარჯიშის დაწყებიდან მე-20 ბოქსი შევხვდა ჩვენ და ჩვენი ბიჭები ანუ რა ვიცი კარგად ცნობენ თავს კარგად ჩალაგდნენ თავიანთი დავალებები მიიღეს და მუშაობენ მე წამოვედი მე-7 ბოქსში რომელიც ზეგ უკვე ჩვენი იქნება ანუ ზეგ მოგვიწევს მე-7 ბოქსში ჩვენ შესვლა და ეხლა ამ ბოქსში ჰოლანდიელები არიან და ამათ უყურებ რა საკეთებენ როგორ აკეთებენ ძირითადად თევზაობა მიდის საშუალო და ახლო დისტანციაზე 50 მეტრამდე რასაც ხედავთ და ძირითადად ეხლა დღეს რაც იჭირება ეს არის catfish-ი წვირი რაღაცა ლოქოს მაგვარი ტიპია რა თევზი ჭირს აშკარად იმიტომ რომ საათში 4-5 ცალი წინა საათში კარგი შედეგი იყო რა ეს catfish-ი და 1-2 კარჩხანა გამოერია ნუ ისეთი მცირე ზომის რაღაც განსაკუთრებული ზომის არ იყო დანარჩენი ინფორმაცია რაც მაქვს ზაზა არის მე-4 სექტორში თუ არ ვცდები აზახები არიან და ხვალ გვიწევს მაგ სექტორში მისვლა ჩვენ და აკვირდება იქ რა ხდება რა მდგომარეობა არვენ და არტური ეხმარებიან ჩვენ ბიჭებს ჰოლანდიელების ვარჯიშს ანუ აქ
არის თავისუფალი, მარცხენა მხარე აქვს თავისუფალი და ვინც ის აქვს და რომ მეგონა რომ უფრო კარგი შედეგი იქნებოდა, არ აქვს ეს მეორე ვინც ის, ანუ ამას აქვს ყველაზე ნორმალური შედეგი ამ catfish-ის ჭერაში. ეს არის ახლა ამ დროისთვის რაც შემიძლია რომ გითხრათ რა. ესეც ვარჯიშის მეორე დღე, მივდივართ ახლა, გავდივართ, ახლა ჩვენთან არის 7 საათი, 8 საათში იქნება უკვე ზონებში შესვლა. მე ზაზა და გიო ვართ, დღეს ისე ერთად ამ მანქანაში, დანარჩენები მოყვებიან უკან. ხო და რავით, გუშინ დავამუშავეთ პირველი დღის ვარჯიშის შედეგები და ახალი სტრატეგია გვაქვს, ახალი რაღაცეები გვაქვს გასატესტი და გამოჩნდება დღეს რას ვიზავთ და როგორ ვიზავთ. დანარჩენს თვითონ ჩაგერთვებით. ვინ მიახლობელი ხო არ გყავთ? წვენაზე იმაში, ბელაცერკვაში, კალოთკები გჭირდება. ვინმე ხო არ მოდის რომ გამოვატანოთ. ვარჯიშის მეორე დღეა. არმენი და არტური და ზაზა ამზადებენ დასაწყებს სპორტსმენებისთვის. სპორტსმენებს გავხედოთ. ეს არის დღევანდელი ჩვენი ბოქსი, მეოთხე ბოქსი. იანი ჩავიდეთ ახლა სპორტსმენებთან. გადაწყდა რომ ჯობია ხის გვერდით დადგეს მარცხენა მხარეს. დარჩო მეზობელმა რო არ უყუროს რას აკეთებს. ჩავიცვა რა. არა უშავს ახლა ისეთ რეჟიმში ვართ რა. დღეს იქნება ძალიან საინტერესო ამბების გარკვევა. და დიდი იმედი მაქვს რომ თეთრ თევზს დავაყენებთ. მე და იანი თევზავთ დასაკვების გარეშე, მხოლოდ მიწით. უბრალოდ ამ მიწაში სხვადასხვა რაღაცას ურავთ, ჯერჯერობით რაღაცას. აი, შემდეგ უკვე ყველაფერს მოგიყვებით. გვინდა რომ მხოლოდ ვიჭიროთ თეთრი თევზი. ერთ სიტყვით მიწასთან უნდა ვიმუშაოთ მე და იანმა. იანი მიწასთან შეურევს ცოცხალ კომპონენტს, მე შეურევ მსხვილ ფრაქციას, ვთქვათ, ჩვენ ფიშკებს, პერლოკას და კანაპლას. ნახოთ, ჩვენ თავარი მიზანია რომ გავყაროთ, ანუ წერტილზე არ მოგვივიდეს ეს catfish. ნახოთ როგორ გამოვა და რა თქმა უნდა თეთრი თევზი დადგეს ამ წერტილზე. სამოძრაო არეალია, თეთრი თევზის ძირითადად არის ახლო დისტანცია 10 მეტრიდან 20 მეტრამდე და ამ ზოლში გვინდა დავაყენოთ ეს თევზი და თუ გამოგვივიდა ეს იქნება შოკი, პიკი, პანიკა. გამოგვივა, ყველაფერი გამოგვივა. ეს იანის სექტორი. ეს შეხვდა ძალიან ჭაობიანი ადგილი. იო. სალამე. დღეს ჩვენი სასრულების დღე არის. მით უმეტეს რაღაცეები, რაც მოგვითხოვეთ, აღმოჩნდა, ვიშოვეთ და გვინდა დავამტკიცოთ ჩვენი ვარაუდები, განმოვითაროთ გუშინდელი დღის ჭერა, უფრო კონკრეტულად თეთრ თევზზე, რაც გამოჩნდა, რომ არის და თან ძალიან კონკურენტუნარიანი არის ამ catfish-ის. შესაბამისად გვინდა რომ გავამყაროთ ეს ყველაფერი, დავაჯეროთ ჩვენ სპორტსმენებს, ჩვენ შტაბს, რომ ღირს ამ თევზზე თევზაობა ტურში და რო არის ეს მომგებიანი. რა თქმა უნდა, გვინდა რომ დავაჯეროთ და გავაკეთოთ, დავამტკიცოთ და თუ დამტკიცდება, თუ არა და რა თქმა უნდა, მივყვებით გენერალურ გეგმებს. რაც საბოლოო სახე რო გამოჩნდება, მე დავინახავთ. კარგი გიო, აბა წარმატებით. ეხლა აქ არის მცირე დინება, რასაც მოაქვს არ ვიცი. ჩანს თუ არა ხედავთ, მოთიბული და მოწყვეტილი ბალახები დუნაის. აქვე უერთდება მალევე დუნაი, უფრო სწორად დუნაის უერთდება ეს არხი.
აქ ჩდება გიგა. ჩვენი ფუმფულა კაცი, ჩვენი იასონა. სკერის გამოკვლევის პროცესია. რას ეძებ ხა იასონ გითხარი? ძალიან განსხვავებული სკერია გუშინდელთან შედარებით. დანარჩენი დანარჩენი გვაჩვენებს სად დადგება იასონა და რას დაიჭერს. ჩვენი წარმატების ფორმულა. გიო, რა არის დღევანდელი შენი დავალება? დავალება არის 40 მეტრის რადიუსში. საინტერესო. წერტილის 40-45-დან აი მაგ რადიუსში, 5 მეტრი, 5 მეტრი აქ და გამოკვლევა ხვიკლებს სკერს გუშინდელთან უფრო საინტერესო სიღრმე აქვს უფრო მეტი და სამიზნედ რა ყავს მაინც დღევანდელ აი ვარჯიშზე? ეს ჩვენი უჯიშოთებზე ეს ლოკ ეხა დისტანციას რო უყურებ ჩემ მეზობელიც ესე ჰოლანდიელებია ჰოლანდიელები არიან მარცხენა მხრიდან. სამიზნეა საინტერესო მაგათი რა არის დღეს და რავი დავაკვირდებით იმათაც ისინს ყველა ერთმანეთს ვაკვირდებით და საბოლოოდ ვნახოთ სადამდე გავართ და დღეს დავალება გვაქვს მოკლედ ეს პატარა ლოქოების ჭერა მე იასონას და გიგას და შევხედოთ ეს თემა დღეს უნდა დავხუროთ ამოვწუროთ ესე იგი, ეხა მარცხენა მხრიდან გიოს ყავს ჰოლანდიელები რა, როგორც წეგან აღნიშნეთ რა და გუშინ მედიქი ამ ჰოლანდიელებს გვაინტერესებდა ესენი გაიხნით ადრე რამოდენიმეჯერ ჩამოვიდნენ და ვარჯიშობდნენ და გვაინტერესებდა რას იზავდნენ. 5 სპორტსმენი ყავდათ, რომელსაც ავარჯიშებდნენ გუშინ. აქედან 2 იყო აბსოლუტურად პასიური და სავარაუდოდ იჯდნენ დიდ თევზზე და ტესტავდნენ. ერთი პერიოდულად ხშირად უბრალოდ ცვლიდა დისტანციებს 10 მეტრიდან დაწყებული 50 მეტრამდე. და მარცხენა მხარეს ვინც იყვნენ ორნი, ხო, ისინიც სწრაფად ცვლიდნენ დისტანციებს, ოღონდ 2 წერტილს ამუშავებდნენ. ეს იყო დაახლოებით 12-15 მეტრი და 20-25 მეტრი. ძირითადად ყავდათ რა კეთფიში, ეგრეთ წოდებული. და საშუალოდ საათში გამოუვიდათ 5-6 თევზი. რაც ძალიან ცოტაა და ეჭვი გვაქვს, რომ ეს უბრალოდ სტრატეგიული ვარჯიში ქონდათ ამ ხრით, რომ სხვა მეთევზებისთვის ეჩვენებინათ, რომ ვითომ არაფერს არ აკეთებენ. ნუ გამოჩნდება მოკლედ რა. ეხლა მზადდება. მოდი ჭიები ჩავყაროთ აი ამ საშუალოში. ჭიები ყველა სპორტსმენისთვის კატეგორიებად და რამას მაგ ვისაც ხედა ყველაზე კარგად ისევ სერბი იჭერს ჯერჯერობით. მეათე წამზე ჯოხს იქნევს და ჭიმავს. მე რასაც დავაკვირდი 70 წამზე 80 წამზე იღებს, მაგრამ 70 წამზე თუ მანამდე ჩარტყმა არ აქვს აკეთებს ესეთ მოძრაობას არ ვიცი ხა რამდენად გააკეთებს. პატარას ამოარტყავს, ოდნავ თითქოს ჭიმავს, აი წეღარა მოძრაობაც იყო და ერთօր აი დაინახეთ. ეს გააკეთა და ეხლა ალბათ წესით მალე წამოიყვანს. აი ეს ამის ტექნიკა. ეს ამოელონდა და რა მოვა. აუცა დაიჭირა. გვერდზე ბელგიელებს ერთდროულად თევზის
ეს არის მესამე დღე ვარჯიშის. ეს შევხვდა მეშვიდე ბოქსი. მეშვიდე ბოქსი არის წყალსაქაჩი გვაქვს მარცხენა მხარეს, სადაც გვერდით არ გვიდგას არავინ, გაუქმებულია ბოქსები და მარცხენა მხრიდან რეალურად თავისუფალი ადგილი გვაქვს. მარჯვენა მხრიდან გვიდგანა სლოვაკები. დაიწყო დაახლოებით 1 საათი არ არის ვარჯიში. აი, იქით თუ ხედავთ შენობებს, ეგ არის წყალსაქაჩი, მერე თავისუფალი ადგილია და შემდეგ უკვე ჩვენი ბოქსი არის. მეშვიდე ბოქსი. იქით ლურჯ ფერებში სლოვაკები არიან. ეხლა რა ხდება დილიდან? სლოვაკები იჭერენ წვრილ თევზს, რასაც ხედავთ ჯერჯერობით. რაიმე განსაკუთრებული არაფერი არ არის. იანს ჰქონდა ერთი კარგი გაქცევა და გაუწყვიტა სავარაუდოდ. ფიქრობთ, რომ ეს ფარგა უნდა ყოფილიყო. კრაი ყავს გიგა გაბრიაძე. რა ხდება დღეს? მესამე ვარჯიში არის. ორი სხვადასხვა დისტანცია გვაქვს თავარი არჩეული. ეს არის ეს პატარა ლოქო დამპალე, რომელიც კონკრეტულ სიღრმეზე დგას და ახლოში დაბა სიღრმეზე დგას თეთრი თევზი. ეს დავსეს რომ გავარკვიო ამ თეთრ თევზზე რა ხდება. საკმაოდ ახლოში თევზი აქვს, როგორც ხედავთ, ორი წერტილი მაქვს არჩეული, ერთი ჩემს პირდაპირ, ერთი ხის გასწვრივ. ჯერჯერობით წვრილი ბლიკა ყავს, ორი ცალი პატარა ღორჯა და ერთი მოზრდილი ქორჭილა. ნენელა ვერკვევი, ადვილი არ არის. მაგრამ ნახოთ, ახლა 5 საათის მერე რა გამოგვივა, იმიტომ რომ 4 ნიზი ვართ ამ თეთრ თევზზე და რაღაცას კმა უნდა დავდოთ. ნახეთ, რომ სხვები იჭერენ ამ დისტანციაზე საკმაოდ კარგად. და ჩვენც გვინდა რომ იგივე გავამეოროთ. ყველაზე კარგი ისაა, რომ ახლო დისტანციაზე მართლა არ მაწვალებს ეს კეთილში. ველოდები დიდ თევზს შემოსვლას რა. და ამატებთ. ლაფაჩი. ნუ ორი დღისგან განსხვავებით ცოტა რთული ამოცანის წინაშე ვართ, იმიტომ რომ მამალოც. შეგვხვდა ცოტა სხვანაირი ნაპირი, ცოტა უფრო თხელია. ამიტომ მოგვიწევს ცოტა მეტი ფიქრი. და მუშაობთ ამაზე. თევზის განსხვავებული შეგვხვდა უკვე გიგას ყავს. ოკუნი. რა ვიცი, ვცდილობთ. ნახოთ რა იქნება. განიხილავენ რაღაცას. იას უნდა დაარტული. დასჩურჩულებთ. სეკრეტი. ორშაბათს მოგიყვებით. თუ როგორ არის ხოლმე ტურნირი შე. ორივე დავიჭირე ეს მივასწრე. იას ლაივში გითხარი რაღაც. განსხვავება წინა დღეებთან შედარებით 11 საათში რა არის შელიასრით? მე პირველად თევზს ვაყ ახლო დისტანციაზე და ჯერ არ ვიცი რა არის განსხვავება. მაგრამ ამ მომენტისთვის რასაც ვუყურებ, მაინც ჯერჯერობით ვიხრები იქითკენ, რომ კეთვიში უფრო კაი, უფრო დადებს შედეგს ჩემი აზრით. დღევანდელი დღე უფრო დაგვანახა. კარგი. აი, კოპალა მოვაწევს კეთვის და ეხლა გაჩვენებთ რა არის ეს ჯადოქრობა. აი ეს არის ესეთი კაცუნა. აი ეს სამი ეკალი აქვს საშინელი, მინდა თუ დაგატყაი. აი ეს აქ. 1, 2 და 3. აი ესეთი კაცია. თან საკმაოდ იკბინება რა თქო. ალაპავს ბოლომდე რაც შეუძლია. კოპალას გვეტყვი, შენ ეს დღეები ამ თევზის ჭერა გიწევს და ხო, ამ სექტორში ცოტა პასიურია ხა, დღევანდელ სექტორში. გუშინ უფრო აქტიური იყო რა. თუ არ გადაწყდა ძალიან ორი თევზია რა, სულჭავს. პროსტა უამრავია ამ წყალს ამ იმაში არხში და მაგის იმედი გვაქვს რა, რომ ახლა ეს
2 დღე არის გადამწყვეტი ვარჯიშებზე, რაზე გავაკეთებთ აქციას რა. ზადა და დარჩა რაღაცა სამუშაოები. ჭაუცი. რაღაცებს ურჩევთ ერთმანეთს, ვაკითხებით, ვაანალიზებთ. მინდა რომ რაღაც ოპტიმალურ სატყუარამდე და კომბინაციამდე მივიდეთ. ძნელთებზეობა რა. მოგონი ერთი დღე რომ ესე არის, თუმცა მეორე დღეს იჩიტები რომ სადეგრე არ არის და კიდე რაღაცას უნდა დახვეწოთ. სკეთვიშიც რაღაც გაბლატავდა ამ ბოლო დროს. ნახოთ აქ. დინებასაც აქვს მნიშვნელობა. გუშინ აღმა იყო, დღეს ისე დინარისკენ არის დინება. ალბათ ყველაფერი მოქმედებს სამწუხაროდ ჩვენი წერი რესურსებით ამდენს ვერ ხვდებით რა. მოკლედ ბიჭებო ამ დროისთვის ახლა ეს სიტუაცია და ეს მდგომარეობა გვაქვს. დღის ბოლოს კიდევ რაღაცას რასაც დავდებთ, რასაც შევაჯამებთ, მერე ორი სიტყვით მოგიყვებით რა. დილის სამზადისი. ეხა ნახოთ ვინ დასაკეთებს. ალეფუსკა. განკოპადა. სამზადისი გასასვლელად? ო, ეს დიდი ბრძოლის დღე გვაქვს. ერთმანეთს როგორც ყოველთვის დაუნდობელი ბრძოლა გვაქვს გამოცხადებული და საღამოს ნახოთ ვინ კაი ხასიათზე იქნებოდა, ვინც ხასიათზე. გაიგიო. ვა, საერთო It's a morning mood. ლაფაჩი არმენი სულხანი იქით მიდის. კი გაწავიდა დილით? ერთმანეთს მოაგვარებ და მოვალ. კი გაწავიდა დილით? ოპალა კიდე არ დაგჭირდა. დავდივარ დაზოუში. ეძმა. აი ოპალა კიდე არ დატოვა. აი ჩავიცმევით და ამათ როცა დავტოვებდი მეტი არ სჭირდება. იმიტომ რომ არც გვიხმარია ეს და არც გამოგვიყენები და ასე ვიღაც. ეგ იმიტომ თქვი რომ ორი არის 100 გრამიანები 50 გრამზე მაინც არ შეგატანებია. ანუ ეს 200 გრამი გვაქვს და აი ტყილა გვაქვს. მეოთხე დღის ვარჯიშისთვის მომზადეთ და წავედით. ეხლა გავედით სახლიდან. ეს ჩვენი კონკურენტები. მილან ბაროშ ხაროშ. პირადი მძღოლი მყავს მეზდღეებია. ლევან უანაწილია ჯიოდა იქიდან ხოავდა იქ ყარაცა შეიძლება მე ეკვიცულის სო აი ბიტუ მიწინ მიდი რა წინ მიდი თორდა უნდა ჩავა წინ მიდი ხო არ ამოვაგდო ან დავამატო. მე რაღაც ის არის. Ян, на эти посмотри просто, разжевой компонент, чтобы что-то добавить, убавить, чтобы мы знали.
აი ესე ნაწილდება ჯაული სპორტსმენისთვის სატყუარები როგორ ვანიავებ თაპა მეტი არ ამოვაგდო მე არ მიგახსენებ ისეთი 12 იასონ ჩადერა ის შენ აქაც ვაჭრო ბიჭო აქაც ვაჭრო აბა რა ხნაფეთქვა ვერ გავიგეთ პროფესორი კაცი გაბარიგდა შეჩემაგარ ბავშვობის ბარი გავიგდა მაგის და შეეცი მე ტუები დაედება ხო ამას? ტუები ხო დაედება? შევხედეთ. აჩნია, მე როგორ მოიქცევა. წავიდა ეხა ჩაიტანეთ, ვის ელოდებით? იასონ, იან. იასონ პირველი. იო. იასონა პირველი, მეორე იანი. იასონ. ხო. იასონ. იანი, გიო, ლაპაჩი. კოპალა, ცენტრში. გიგა და ლაშა. მე და შევარდგები გულს. იასონა ყავს ტრამვირებული, უშინ ფეხი იტკინა და ესე დღეში ყავს რა. ეხლა მივდივართ ჭიის ასაღებად. ჭიის ასაღებად, ძმაო. რაც სერბეთში ცოტა ჭიირს. ხარისხშიც, რაოდენობაშიც. თუ წინასწარ არ შეუკვეთე, ადგილზე არაფერი არ არის. რასაც უკვეთავ, ისიც შეიძლება არ მოვიდეს, ან მოვიდეს ძალიან ცუდი ხარისხის. ან შეცდომით. ან შეცდომით რა, ან რაც უწერიათ ფურცეზე, ის არ არის რა. სხვა რაღაცას ეძახიან და მოკლედ ფერებშიც არჩევანი არ არის. ხედავთ რამდენი ვედრა აქვთ ესპანელებს. ცრიან, ზილავენ. ესპანელები ვარჯიშობდნენ ბრეიკის ჭერაში. ერთი კვარტლის, ასე რომ ეხლა მაგითომაც ცრიან. ჩვენ გუშინდელ ბოქსში ვინ ზის? ლატვია. წინასწარ გვერდით რო გვესწრებნა, კარგად რო იჭირეს მოზრდილით შედარება. გვერდ ბოქსებში მოხსნე. საინტერესო იქნება ამას დავუჯდეთ დღეს. შორსაგადიიდან. Hello. Hello. Very bad, man. Very bad. How are you? ანუ კასტერი და კასტერი. შეშოვია. აი რო გადაშლი შავები არ უნდა იყოს ბევრი. და ცოცხალი უნდა იყოს მოძრაობენ რა. ესე რომ გადაწევ. არა, კარგიც არის. თუ არა, კარგიც არის. From where this castle comes? Is it a long way? Long? კასტერი. Okay. ესეც ბლარი შავი ნახე.
ეს არის ნიჭის ჭია. შეშეტებით იყიდა. ირსკო ეჯ. Igen. ეს არის მაღაზია. აი. და ეს კლიკერიც მოხვედრილა აქ. Я 20 грамм. ესენი არიან ლატვიელები, ეს არის ჩვენი ბოქსი გუშინდელი და გვაინტერესებს დღეს რა შედეგს გამოიტანა. მოკლედ დღეს მეოთხე დღე ვარჯიშის. გუშინდელ დღეზე გეტყვით ორ სიტყვას, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მოხდა. ჩვენს ბოქსში აქტიურობდა ისევე სკეთფიში, თეთრი თევზის ნაკლებობა ჰქონდა ძალიან. და ეხლა მაგიტომ ვარ განმოსული ჩვენს ძველ გუშინდელ ბოქსში, ანუ ლატვიელებთან, ეხლა დღეს ლატვიელები არიან, რომ მაინტერესებს დღეს რას იწავენ ესენი რა. რა თევზი გააკეთებენ აქციას და რა შედეგი ექნება. ჯერჯერობით ორი დისტანცია დაკვების, ეს დისტანციები ჩვენ უკვე გარკვეული გვაქვს, ვიცით ორივე დისტანციის შედეგი გუშინდელი დღიდან გამომდინარე და ეხლა ვაკვირდები რა იქნება, რა შეიცვლება გუშინდელი დღესთან შედარებით. ჯერჯერობით რასაც ხედავ, კეთფიში წერენ ისევ ესენიც, თეთრი თევზი ჯერ არ ყავთ. ბიჭები განაწილებულები არიან, ზაზა და არმენი არიან სხვადასხვა ქვეყნებთან, არმენი იტალიასთან არის, ზაზა აღარ მახსოვს სადავტოვე, ნახავ მე და გეტყვი ზუსტად. არტურიც მოძრაობს მეზობლებთან, მეზობლებს უყურებს და პლუს კიდე ბიჭებს ეხმარებათ რა. აი სიტუაცია გვაქვს რა ამ დროისთვის. ხო დავამატებდი, რომ გუშინ დინება იყო შეცვლილი არხის რა და წინა დღეებთან შედარებით სხვა დინება ქონდა. და გვაინტერესებს ამან განაპირობა თუ არა კეთფიშის გარდა სხვა თევზის ნაკლებობა რა და მაგიტომ უზივარ ახლა იგივე ბუქში დისტანციები იგივე აქვს რაც ჩვენ ქონდა და რა შედეგს გამოიტანენ ეგ გვაინტერესებს ყველაზე მეტად ახლა რა. დღეს არის გახსნის ცერემონიალი და მივდივართ ახლა ბიჭები მემზადებით. ჩვენო ისე საცოლე ბიჭივითაა გაწკეტილი რა. აბა ხელი დამიქნიეთ. სადა საქართველო? ახლა ჩვენ ვართ საქართველო, ჩვენ ვართ საქართველო. Jezus! Კაჩურო. Добро. National team Gruzia, national team of Georgia.
We do it. That was strange. იასონა შეძვრა მაცივარში. აბა სად არის ეს? აბა ბიჭებო როგორ ახართ? აი ესე მიდის დილის საუზმე. დაგიმართ. საორგანიზაციო საკითხებს მოვჭით. ახლა ცოტა შევჭამთ და გავიქცევით, იმიტომ რომ ეს აღგზავნა უნდა მოვიზინოთ მაინც. მოგოძოზო. ეს არის ვარჯიშის ბოლო დღე და ვიცი ხელავთ რომ ხვალისთვის მინდა რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ. ეხლა ნახავ სხვა ბიჭებსაც რა შვებიან. გიგასთან ვართ ეხლა. გიგილო საუზმოთ. Საუზმო. აბა რა სიტყვი ეხლა დღეს რა უნდა ვქნათ? კარაკია საყიდეთ. გათავდა და დილით როჭამ აღარ მყოფის ენერგია. ამდენ დღეს მაღაზიაში ნაწავდა კარაკი უნდა ვიყიდოთ. ეხლა. ონჩენი სურუ. აი, იქ თარმენი დგას. ეს ჩვენი ავტომობილები. დღევანდელი დღისთვის რა? კი, მაგრამ ვისაც გონია რომ თავზე ადვილი არის. ძალიან ტენი ბაკი გადაღლები. 1000 თეორია და 1000 კითხვა გვაქვს. ვარჯიშებზე აი ამ კითხვებს უნდა გავზეთ პასუხი. რათა შევდოთ უპასუხოთ ერთ ყველაზე მთავარ კითხვას, რაზე უნდა ეთევზოთ ტურშოს ხებს აჯობა. უნდა ჯერჯერობით თუ ეძებთ ამ კითხვაზე პასუხს რა. პური აქვს ძალიან მაგრამ. ჩავედი ნახავს ხებსაც. ნახშდომეს. რა შევიგიო? ვიცი. სადავებს. დილის კაიფს ვიხებ. რაღაცას ვიმატებ მაინც. და იყოს ორი შემთხვევაში. რა გიძმო? დილის პუსპუსი აქვს. არტუს. დილის ბუღალტერია გააკეთა. დილის ბუღალტერია კორმას მორმა. გადმოვდეთ გეგმები გადავამოწმით. ეს ცოტა ადრე უნდა მივიდეთ წყალსაცავზე გენერალური რეპეტიცია გველის ტურის წინ და შენ საკმაოდ ხანგრძლივი და ისეთი ძიმე ანალიზის ჩატარება მოგვიწია, მაგრამ მგონი რაღაცას შევჯერდით დავლადით და ეს ვნახავთ გავტესტავთ და გამოჩნდება რა ხდება თევზი იკლებს ის ზონები აღარ არის რაც პირველ დღეებში იყო, რაც პრინციპში ლოგიკურია და მოსალოდნელი იყო. გაძღა ბევრჯერ ჩამოაცვეს ნემსკავში. ნემსკავზე ვერ ვიტყვით რომ გაფრთხილდა თქო, მაგრამ აშკარად მოიკლო იმის გამო რომ ის კეთვიში ბევრი კვდება კიდევაც და ბევრი გადის კიდევაც
წერტილიდან წყალი კლებაში არის. შეიძლება გადის უფრო შორს. მოკლედ საძებნი ხდება განსაკუთრებით პირველი საათის მერე. ანუ ისეთი აქტიური კენკვა აღარ არის და მარტივი საჭერიც აღარ არის, ის catfish-იც კი, ასე რომ ძალიან რთული ტურები გველის, როგორც ყოველთვის. იმედია, მაინც რაც მოვარგეთის გასაღები, ცოტას დავხვეწოთ დღეს კიდევ და ტურებში შედეგებზე სტაბილურობაზე, რაზეც ვაკეთებთ ჩვენ აქცენტს, რომ ყველა სპორტსმენმა სტაბილურად ისწონა დადოს, რაც საჭირო იქნება. გამოვიო. ჩინი რავი შევხედოთ. მოდი კოპარ, მოდი. ლაივი ხომია. არა გვაქვს ლაივი. სირთულე გვაქვს ხოლმე ცოცხალ კომპონენტებთან, ძალიან შეზღუდული რაოდენობით მოდის, ხარისხიც ძალიან სათულოა ხოლმე, ზოგჯერ უბრუნებთ რაღაც კომპონენტებს, იმდენად ცუდი ხარისხის არის. დღეს მაგალითად ტურის წინ ვერ ვიშოვეთ ნაკელის ჭია და მოგვიწევს სხვა ქალაქში გაქცევა დილით, რომ ვარჯიშისთვის და ტურებისთვის მოვიტანოთ ჭია, რაც სხვა ქვეყნებში პრინციპში არ ხდებოდა ეგ სირთულე და რაოდენობაში ცოცხალი კომპონენტის პრობლემა არ ქონდა ხოლმე. იგივეა დასაკვებებზე, თუმცა ჩვენ კიდევ კაი დასაკვებებზე წინასწარ ვიზრუნეთ და დიდი რაოდენობით შეუკვეთეთ და პრინციპში დასაკვებმა იმუშავა. აქ მოგვიწია კიდე რაღაც დასაკვებზე. ასე ვთქვათ, ექსპერიმენტების ჩატარება და დიდი რაოდენობით რაღაც დასაკვების აღება, რომელიც საბოლოო ჯამში ვერ გაამართ. ბევრი კომბინაცია ადგილზე მოგვიწია ცვლილებები და ეს დასაკვების ის ვარიაციები, რაც დაგჭირდა, ისიც არ იშოვებოდა, მოკლედ ზოგი არმენმა ჩამოიტანა იტალიიდან, დიდი მადლობა მას. აი ესეთ ტექნიკურ სირთულეებს ეჯახებით მოკლედ მომარაგების კუთხით, იმიტომ ქალაქში ნორმალური მაღაზია სათევზაო არ არის. დედაქალაქიდან ვინც ჩამოვიდა და ადგილზე ვინც გააკეთა მაღაზია, იმასაც საკმაოდ შეზღუდული ასორტიმენტი აქვს და ფაქტიურად მოკლედ გუნდები ალბათ თავისი საჭიროებები დააკმაყოფილეს თავიანთ ქვეყნებიდან თან გამოიყოლეს, ესე მგონია, იმიტომ რომ შეკვეთებს რო უყურებ, ხშირ შემთხვევაში ცოცხალ კომპონენტში ის რაოდენობა არ უწერიათ. ახლა ქონდა შანსი სხვა გუნდების შეკვეთების გადამოწმება, მოკლედ რას უკვეთავენ ცოცხალ კომპონენტში, რომ შევადაროთ ჩვენს შეკვეთებთან და აშკარა იყო, რომ თავიანთი ცოცხალი კომპონენტი წამოიღეს, განსაკუთრებით მეზობლებმა ალბათ, იმიტომ რომ პატარა გზა ქონდათ გასავლელი. ასე რომ ეს პრობლემა გვიდგას. თუმცა მოგვარებადია, ხა ჩვენთვის დიდი პრობლემა არ არის, თუ დამატებითი რაღაც ხარჯის და რესურსის გაწევა. ხო, დამატებითი ხარჯის დროის მოგვარებელი არ არის ჩვენთვის. თან ძალიან ცხელა და შენახვაც ამ ცოცხალი კომპონენტის საკმაოდ რთულია, ისედაც არ არის ხოლმე სახარბიელო მდგომარეობაში და ეგეთი სირთულეები არის ტექნიკური, დანარჩენი რავი, წყალსაცავი დღეს გვანახებს, დღეს წესით, როგორც ამბობენ, ცოტა თევზ ბოქსში გვიწევს თევზაობა, სადაც ამბობენ, რომ თეთრი თევზი მოდისო და ნახოთ როგორ გამოვიო. აქამდე ჩვენ ფაქტიურად თეთრი თევზი სტაბილურად არ გვიჭერია. ბევრგუნს არ უჭერია, ჩვენს ქონდა ეგზემპლარები, თუმცა აი რაღაცა ისეთი რომ გაგვერკვია და რაღაცა სტრატეგია რომ აი მივაგენით რაღაცას თეთრი თევზის ჭერისას, ეგეთი არ არის. სამწუხაროდ. ბევრგუნსაც არ აქვს, ვისაც ჩვენ მეზობლებს უყურებდით, მაგალითად იგივე ბულგარელები ან იგივე ლატვიელები, რომლებიც წინა დღეებში სხვა ბოქსებში კარგად იჭირეს თეთრი თევზი, გუშინ მაგალითად საერთოდ ვერაფერი ვერ დაიჭირეს. 2 საათნახევარი მე ვედექი და ამ 2 საათნახევარში ერთი კარჩხანი დავინახე სულ რაღაც და შეიძლება რაღაც გამომეპარა სადმე, მაგრამ ინტენსიურ რეჟიმში ვერ იჭერე. ხო, ანუ გიჯება სურათები რომ ნახეს ცოტა ინერვიულეს რო აგერ სხვებით თევზს იჭერენ და ჩვენ ისე სტაბილურად არა, მაგრამ დასკვნა რაც გამოგვაქვს დიდი ალბათობით ეს არის ბოქსების თემა და ეს თეთრი თევზი რაღაც ბოქს. შეიძლება რამდენიმე გუნდმა რაღაცა გასაღები იპოვა, თუმცა ისე რომ
მასიურად ტოპ გუნდები ვერ იჭერენ თეთრ თევზს. აი ვაკვირდებით ტოპ გუნდებს და უფრო და უფრო იქითკენ მივდივართ, რომ ეს თეთრი თევზი იქნება აი რაღაცა ძალიან ხანმოკლე პერიოდში შემოსული და ვისაც შემოვა უბრალოდ მიხვდეს და ის თითო ორ-ორ ეგზემპლარი ამოიჭიროს, ის რომ მთელი დღე ვიღაცა თეთრ თევზს იჭერდეს ყველა ბოქსში, ცოტა დღევანდელი გადმოსახედიდან არ ჩანს, ეგ სურათი არ ჩანს. ანუ ვინც მიხვდება, რომ ბონუს ბოქსში მოხდა, იქ ალბათ გააკეთებს აქცენტს თეთრ თევზზე, თუმცა აი რასაც ვისმენ და რასაც უყურებთ, უმრავლესობა მაინც აი კეთფიშზე აკეთებს აქცენტს და უმრავლესობა გუნდების კიდევ უფრო მეც გეტყვით, უკლეიკაზე ვარჯიშობს. ეგეც შევხედოთ დღეს მოკლედ და ნახოთ თვის ბოლოს მოგახსენებთ რა მოხდება და დღევანდელი როგორც ყოველთვის შედეგები რა იქნება რა და კარგი არტურ დროებით არმეს მოვკარი თვალი არის სადღაც არ მოდი აბა შენც გითხარი შენი 1-2 სიტყვა გამარჯობა ყველას მოგესალმებით ცოტა დაძაბულები ვართ ყველა მოუახლოვდა უკვე ყველა ტურნირის დღეები და ყველა ცოტა ეგეთ ეიფორია ორი სიტყვით ახლა მოყვებული თქვენ ყველაფერს როგორც მიდიოდა თქო საკმაოდ სტაბილურად მიდივართ როგორც მოსალოდნელი იყო თევზობა გართულდა თევზი გაწყდა თევზი გადის კიდე მოიკლებს ჩემი აზრით მაგრამ მათო ჩვენთან არ მოიკლებს ყველასთან ესე იქნება თავარია ბოლო მომენტში სწორი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული და დაწმუნებული ვარ ასეც იქნება ვიცი უშემატკივრებს ყველას დიდ მადლობას გადავხდით ყველას სახელით და რა ვიცი მაგას ითხოვეთ კიდევ ერთხელ და მეს გავიმეორებ ლეშა საზღვარზე დგება და საზღვარი არ ვიცი აქეთ საზღვარი ჩვენ საზღვარი დასაკვე მაგიდის საზღვარზე დგება მაგიდის საზღვარი ანუ ჩვენი მხრის საზღვარზე არ დადგება იმიტომ რომ შენი კარგოშკას ატარებ ახმაურებ ანუ და დგება უფრო უკანა საზღვარზე და იქ 1 მეტრი თუ გააგზავნე უფრო იყოს ხოლმე სადღაც ეგ თემა არის არ დაგიწერა ეგ და რაშვებიან ბევრი რა მე რაც და მინახე და რაც გამიკეთებია მოხსნიან კლიპას გადადებიან დისტანციით მე ისევ გადმოვლიან რომ დაკვება და მე ისევ გადადიან ხდება ხოლმე არ ვამბობ რომ ყოველთვის მუშაობს მაგრამ მაგ სერიოზული ის არის ხოლმე ხშირად წვრილი და სუსტი სადავებიდან თავზე შევაზე ამოყრა მას ამოკლია ბიჭებო ბოქსში რომ მივალთეთ პატარა ზღური გავაკეთოთ დილის რომ გავიხსენოთ ხო გუშინდელი რაც კარგად დავალაგოთ რომ არ მოგვივიდეს რომ ვარჯიში გაუგება რაღაცები და რაღაცები გავუმატოთ რა დამაწინებს ეს ბოლო ვარჯიშია და ანუ შეიძლება თუ ცეპახში ვიყავით ამოიძინეთ სანამ წავალ რომ პატარა 5 წუთიანი ზღური გავაკეთოთ მოვედით ჩვენ სექტორში ეს არის 25 სექტორი ესე გამოიყურება ვარჯიშის ბოლო დღე და ჩვენ სიკით არის კიდევ 2 სექტორი დარჩენილი ზონა ბოქსი უფრო სწორედ ბიჭებო ესეთ ამას ვაკეთებთ რა ეხა ვალაგებთ ყველაფერს და ვალაგებთ დაბლა რა იმის იქით თქვენ თვითონ შეგავთ სპორტსმენებს და ეწყობით თქვენ ოღონდ 8-ზე ადრე არ შედიხართ არც ერთი ანუ იმის რეჟიმი ეს ის რეჟიმი ხო იმის რეჟიმი რა ტურნირის რეჟიმი რომელია და ნახევარი 25 წუთში გამზადებული სატყუარების სახელებით დამხრჩალი იქ კიდე ერთი კაცი უნდა ჩადგეს აი ბუჩქებთან რა 3 კაცი უნდა ჩადგეთ მანდ რა არა პირიქით გიო ნახე გიო აი
ბუჩქი როა შენ წინ აქეთ ხედავ? მაგის მარცხნივ დაჯექი. всё, ეგ არის. რინგერი გიგას გვერდით. გიგა უკეთებს ინგლისელებს პრეზენტაციას ლიკერის. სტივრინგერს აჩუქა. მიმდინარეობს მზადება ხვალინდელი დღისთვის. გრამს. აგენ ცოტა სარიანი მოცულებია. აჰა. ჩემი საყვარელი ამათ გადახალისება სჭირდება. ესე ვქნათ რომ უცობა არის რომ გამოგვადგეს ხო? რაღაცა შედეგი რომ მოხდეს მე რა უკვე მშვიდობის გავიღვიძეთ. ეხლა არის 6:15 წუთი და ვიმზადებით გასასვლელად. ნახოთ ბიჭები, გიჟაშვებია. აქ ვინა? ლაფაჩი შრომობს. დილანში დავის. შრომობს, არის სადებაში. დაუფასდება. გიგილო დავაპატიმრეთ. რატო გძინავს? მე ამ ძნავს, მე თოლები მაგდახოჭული და თოლებს ვასვენებ, ქრის მე კარგად უყურა. ხურინმა რას ამშვიდოს? ხურინას მენას. რამეზაბლების ხმაზე რო არის განდეს ეს თქვა. ერთი. კაი, მიდი, ეს არ დაგრჩეს. დამერა წამოიღე, წამოდი. ნიას გვიწევს როგორც ჩანს. ვერეტები ხო ხედავ, არა სად ვიძრები, სად მიდიხარ? დავიღებული ვარ ჩვენი სულხანი. ჩქარეთ. ყოყორები შემარიან და ყოყორები ცუდი არიან. რა ხდება, რა ვითარება? მაგარია, შემოხვალ ეგრევე თქვენი გითხავს. ეს არის ლაშკას ბოქსი. A2. Rash. ხო ხარ ახლა მაგარ ხეც. ან მაგარი ზონა მაქვს. დაჟე აერთს მირჩევნია ესეთი ზონა მაქვს რა. აერთი. სიგნალი არ იქნება რა. გაიხსენე ჩემი სიტყვები ახლა და შეუგოთ. ლაშა ეს არ კიდე ფაქტური ვიყოს. ეს გინდა? გეტყვია შედიო შიგნით რო შეიტანე. ჯოხებს რამე ხელი არ ახლო არაფერს დააწყვე და 8-ზე დაიწყებს რო შეხვალ всё დაიწყებ აწყობას რა. მოვედით B17-ში ლაფაჩის სექტორში. მიდი გიო, მიდი. აბა რა სიტყვი უცებ. რას ვიტყვის და არ დავივიწყოთ ძველი გამოცდილება. ყველაფერი გონებაში, კონცენტრაცია. და რა ვიცი, ეს თავარია სწრაფო გამარჯვებისთვის. გენაცვალეთ. თავარი რაც არის. მე მჯერა შენ. თავარი ეგ არის. დანარჩენი ყველაფერი თავარია. მიდი.
აბაშენიც გიო. რაო გადასაცია და მამაცია გადმოდი მამა ჩამოვა შენ თავი დგება? ა? შენ თავი დგება? მეგონი კოპალა გვერდს გაახსნები აჩვენე. გვერდზე დაუწყობ 2 ლიტრა ის გექნება ზუსტად, გადავანაწილებული. მე მევიქნები შენთან, ხო? და всё, ამათ გადავაფარებ, ასე რომ მაინც ხო, всё. სალამი ბიჭებო, ანუ ის შეამოწმეს უკვე დასაკვები. ეხლა არის 10 წუთი 10-ის. მე ვიყოფები იასონასთან, იასონას ვეხმარები და ეხლა გაჩვენებთ ზონები არის გაყოფილი ნახევარზონებად და იასონას კონკურენტი ყავს 13 კაცი. იასონა არის მე-11 სექტორში. ეხა იწონება მამუკა. ბონუსები არ აყავს. მე როგორც ვიცი, სულ კეთვიში ყავს. ორი კილო და 250. კი. Sams. დაიწყო უკვე მეორე ტურიც. ეხლა უნდა გადავხედო ვინ არიან ჩვენთან. მე ვარ ეზონაში. პირველ ნახევარში იასონა არის. ისევ აქ. ჩვენი პანდა. ჩვენმა ფუმფულამ ორი დისტანცია დაკვება. კეთვიშის დისტანცია და ახლო დისტანცია თეთრი თევზისთვის. გადავიდა შორს, სანამ თეთრი თევზი შემოუვა ალბათ. დაელოდება, მანამდე კეთვიშს დაიჭერს და პერიოდულად მოსინჯავს ახლოში თევზი შემოუვიდა თუ არა. იტალიელი უზის იასონას გვერდით და დაახლოებით 12 მეტრზე თევზაობს. ერთი კარჩხანა ყავს უკვე. იასონამ პადი უკა მოსინჯა. 2 საათის შედეგები დაიდო და ამ შემთხვევაში იასონას უგებს 6 კაცი. ბულგარელს უგებს 2 თევზით. ამას იასონა და იტალიელს უგებს 15 თევზით. იასონა შედეგი ნახეს ეთყობა მეორე საათში 7-დან. გაუმჯობესებული უზაურცა. გამოიძახეს ინგლისი. 3 კილო და 40. ეხლა იწონება ჩეხეთი. ერთი თევზი ყავს თეთრი პატარა. 3 კილო და 480 გრამი. ეხლა მივდივართ იასონასთან. იტალიელისთვის უნდა მოუგოს ესეთ. 2470. გენაცვალე. კაი ბიჭი. 49 Georgia. 2470. იწონება ბულგარეთი. იმედი მაქვს რომ ამასაც მოუგებს. მოუგო ამასაც. 10 Bulgaria. მოუგე ამასაც და იმასაც. 1860. ეხლა იწონება აფრიკა.
ჯერჯერობით უგებს 5-ს იასონა. ამას ყავდა თეთრი თევზი დაჭერილი რამოდენიმე და ერთი კარგი ზომა ყავდა როგორც მახსოვს. კი, კარგი ზომა ყავს ერთი. ეთვიში ბევრი არა ყავს, მაგრამ აუგო ფუფულა. და სტურონ მაინც წონა 2250. მოკლედ დღეს ძალიან ნაკლებად გამოჩნდა ბონუს თევზები რა. თითო რაღაც რა ესე რა. კეთფიშმა აკრიფა წონა აშკარად უფრო მეტად რა. ჯერჯერობით 6 კაცს უგებს იასონა ეხლა იწონება ესტონეთი. ნახოთ რა თევზია. მე მგონი ამასაც მოუგო, მაგრამ კარგი კარჩხანა ყავს, კარგი ზომა. ამან მოუგო. 1890 for Estonia E12. 2890 მოგვიგეს ესტონელებმა. იწონება ეხა ბოსნია, ჰერცეგოვინა, ნახოთ. მე მგონი რაღაცა არ ჩანს. ბლომად მე მგონი ამასაც მოუგეთ. რამოდენიმე ბონუს თევზი, მაგრამ მოუგეთ. 1200 for E13 Bosnia. 1200 გრამი. იწონება ესპანეთი, რაოდენობას ნახავთ ახლა. კარგი ზომის ლეშა აქვს. გაბარჯინა. ამან მოგვიგო სავარაუდოდ. 4870 for E14 Spain. მოგვიგო 4870 გრამი. დასრულდა ჩვენი ზონა მოკლედ. გადავითვლი ახლა 5-6 კაცს მოუგო. ესეც არაოფიციალური გარემო. მედნიერება იცი რაშია? რომ ჩვენი წვლილი, ჩვენ ხო ყველა ძალიან გვიყვარს თევზაობა. და ჩვენი წვლილი შეგოთ ამ თევზაობის კულტურის განვითარებაში. პოპულარიზაციას ვახდენთ სწორი მიმართულებით. ჩვენი წინის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც წარმოგიდგენთ. კამარადი მოხდა ისეთი დიდი ქვეყნების შვილები ტირია რომ აი ცოტას გვაძლევენ, ცოტას ვეხმარებიან თავრობად. ჩვენ ვაფშე არაფერს გვეუბნებთ, გედაღამებს რომ ვფიქრობ, მოვაგროვოთ რაღაცა რომ აი აქ ეს ამ ფერხულში ვიყოთ ჩაფლული, მსოფლიო ფერხულში რა. ეხლა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა ძმაო. ეს არ არის სახუმარო და უსერიოზულესი რა მნიშვნელობა აქვს რაში მონაწილეობა, ხო? მსოფლიო სპორტში ხარ ჩაფლული.
და ამ ხელას ვახცევთ ბეჭოდი. აი ესეთ ქვეყნები არ ყოფილით ბიუჯეტი რაც აქვს გამოყოფილი ტირიან თავის ჯიბიდან არ ეხდიან. ჩვენ მთელი წელი იმიტომ შრომობთ რომ რაღაცა გადავდოთ რომ აქ ეს სიყვარული და ჩვენი თაობებისთვის და იმისთვის გადავდოთ. გავაკეთოთ ის რაც ხმებად შეძლო. აინახავს ამას ვიღაცა ალბათ. მე ყველას გზას დავულოცა ვინც ამ ჩვენ გზას გააგრძელებს კიდე საუკუნე უფრო მაღალ მიზნებისთვის იბრძოლებს რამე ამაში. ჩვენ ყველაფერს ვუხდით. ვიყვარხართ ყველას.